მოგესალმებით. ძალიან იშვიათად მყავს რესპონდენტი, რომელსაც უამრავი მიმართულებით შეიძლება ჰქონდეს პასუხი, როგორც არის განათლება, კულტურა, ტურიზმი, სპორტი. ძალიან საინტერესო თემების ირგვლივ ვისაუბრებთ დღეს. გადაცემის სტუმარი გახლავთ ქალბატონი ნატალია ძიძიგური. მოგესალმებით ქალბატონი ნატალია. მადლობა რომ მოგწანდით. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის ბატონ გიორგი. ძალიან საინტერესო გადაცემები გაქვთ ყოველთვის და აქტუალური და მადლობა მოწვევისთვის. ძალიან დიდი მადლობა. წარმოადგენთ ძალიან საინტერესო სტრუქტურას, საკანონმდებლო მოწყობის სტრუქტურას, რომელიც ალბათ ერთ-ერთი მოწინავეა ქალაქში და ჩემი სუბიექტური შეფასება მინდა გაგიზიაროთ, არ ვიცით, რამდენად მეთანხმებით ამ შეფასებაში, უკანასკნელი წლებია მაქვს განცდა, რომ თითქოს აღმასრულებელი უფრო მოწინავეა და თქვენი როლი და ფუნქცია თითქოს ოდნავ ჭრდილშია მოქცეული, რამდენად რეალურია ეს შეფასება და რამდენად ემყარება ფაქტს თუ რაღაც ცვლილება, რომელზეც მე არ მაქვს ინფორმაცია. დიახ, მოგეხსენებათ, რომ მუნიციპალიტეტი ორი შტოსგან შედგება. ეს არის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი. აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის მთავარი უმაღლესი თანამდებობისპირი გახლავთ მერი. ის წარმოადგენს მუნიციპალიტეტს, აღასრულებს წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულებას და თავისთავად ანგარიშვალდებულია საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე. დანარჩენი აქტიურობა უკვე საკრებულოს კანონმდებლობით და თითოეული საკრებულოს წევრზეა დამოკიდებული. დიახ, თუმცა მახსოვს უფრო აქტიურად საკრებულოს ჩართულობას ვერ დავარქმევთ. უბრალოდ საკრებულოს როლი და ფუნქცია უფრო მძლავრად ვიდრე დღეს. ქუჩის სახელდებას შევეხოთ პირველ ყოვლისა. საქართველოს გამორჩეულია გმირების სიმრავლით. ჩვენ არ ვსაუბრობთ გალაქტიონ დაბიძეზე, ბუნებრივი არ ვსაუბრობთ პრუსთაველზე, არ ვსაუბრობთ გორგილაძეზე. მაგრამ საიდან მოდიან და რა სტატუსი აერთიანებს ახალ გმირებს, რომლის სახელებიც უხვად გვხვდება დღეს განსაკუთრებულ შემოერთებულ ნაწილში ქალაქის, ურბანული ქაოსის ეტაპზე ვართ და ბუნებრივია სწრდას ყოველთვის უკავშირდება შემოერთებული ტერიტორია და ახალი სახელები. ფართო არეალს მოიცავს ჩვენი კომისია განათლება, კულტურა, სპორტის მიმართულებად. და შესაბამისად ბიუჯეტურათაც ფინანსურად ესეთი სერიოზული მხარდაჭერა არის გაწერილი ბიუჯეტში თითოეულ მიმართულებებზე. მე ალბათ ვილაპარაკებთ მაგაზეც, ვისაუბრებთ. რაც შეეხება ქუჩების სახელდებებს და ზოგადად ამ მიმართულებას ჩვენ ვცდილობთ სერიოზულად და ძალიან სიღრმისეულად შევისწავლოთ თითოეული განაცხადი, რომელიც შემოდის კომისიის სახელზე. ეს იქნება იურიდიული პირის მიერ შემოტანილი თუ კერძო პირის. ვსწავლოთ კომისიურად ვიხილავთ და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ხალხის პატივის მიგება, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქალაქის და ქვეყნის განვითარებაში და მნიშვნელოვანია რომ ეს გადავცეთ ეს ინფორმაცია როგორც უკტავსაყოფად ამ ადამიანებს და გადავცეთ მომავალ თაობას. შესაბამისი კრიტერიუმებით მიუყვებით ამ პროცესს და ამ საკითხს. შემოდის განაცხადი, იქ უნდა იყოს შესაბამისი ისტორიული და იმ ადამიანის თუ მოვლენის ღვაწლი ასახული. ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ქუჩის სადაც მოიაზრება ეს ცვლილება ან ახალი სახელი, მოსახლეობის სრული თანხმობა ამ საკითხთან დაკავშირებით და შემდგომ უკვე კომისიურად ვიხილავთ, კომისიურად ვსწავლობთ ამ საკითხს და ვიღებთ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. შემდეგ ნაბიჯებია კიდე უფრო ის რეესტრის კოდი უნდა მიენიჭოს, შემდეგ თბილისის შესაბამის დარგობრივ კომისიას ეგზავნება. ამიტომ ძალიან კრიტერიუმები და ძალიან პროცედურა ძალიან რთულია და ჩვენ ძალიან დიდი გულის ყურით ვეკიდებით ამ საკითხს. მაინც ალბათ მიდეთ ქართული ფენომენია ამ შემთხვევაში გააქტიურებული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სახელგვარი ჩემთვის პირადად არა ვარ მემატიანე ბუნებრივია ამ ქალაქის და არც მაქვს პრეტენზია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ბუნდოვანია. მე მესმის, რომ ყველაფერი მოქცეულია კანონის ჩარჩოში. მაგრამ ვინ არის ხოლმე ინიციატორი? ხშირ შემთხვევაში ესეც მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება მიცოდეს, ვინ ახდენს ინიცირებას მსგავსი ცვლილებების. ორგანიზაცია იურიდიული პირი შეიძლება იყოს ეს, რომელიც თქვა შესაბამისი მიმართულებით, ეს იქნება ღვაწმოსილი მწერალი, პოეტი თუ საზოგადო მოღვაწე. ამიტომ იურიდიული პირი მოგმართავს და შეიძლება კერძო პირმაც მოგმართოს, რომ რაღაც მისი ანუ ოჯახის წევრის თუ წინაპარის გამოკვეთილი სენსიტივებია. დიახ. ამიტომ ეს ჩვენ ყველაფერს ვსწავლობთ და კანონმდებლობის შესაბამისად ჩვენ
ჩვენი დებულების უშუალოდ კომისიის საკრებულოს დადგენილების შესაბამისი გადაწყვეტილება. უარი ამ შემთხვევაში ან უფრო მაღალი თამას ან ფილტრი ერთგვარი ალბათ უარი ალბათ არის ერთგვარი წყენის საფუძველით საზოგადოებაში. იმდენად სენსიტიური თემაა და შესაბამის კრიტერიუმების დაკმაყოფილება ჩემთვის პირადად თქვენ როგორც ზანეთ ახალი კომისიის თავმჯდომარე რამოდენი თვეა, მაგრამ ჩვენი მიდგომა იყო და არის ყოველ შემთხვევაში ის, რომ ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილეთ ვერ ვიტყვი, უფრო ძალიან სენსიტიური თემაა და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის და ქვეყნის მასშტაბზე. გავიდეთ და შეუნარჩუნოთ იმ ადამიანს ის ღვაწლი, რაც ჰქონდა და გეთანხმებით აბსოლუტურად უბრალოდ რატომაც არა შეიძლება ჟღერდეს მეორე მხარეც, რატომაც არა თუ კი არის მოთხოვნა, თუ კი არის თანხმობა მოსახლეობის, უბრალოდ ერთადერთი რის გამოცვამ ამ კითხვას არის ის, რომ ოდნავ ხომ არ აუფერულებს გამარტივება ამ პროცესის რეალურად ღირსების, რეალურად გმირობის და რეალურად მოქალაქეობის მნიშვნელობას და არც, თუმცა ეს ალბათ პრაქტიკაში და დროში უკეთ გამოჩნდება. კაპიტანი ნატალია, მეორე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ერთგვარი ბრმა არის არსებულ საკითხთან, მემორიალური დაფები. სკვერზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბროთ, 10 კითხვები ნაკლებია. ჩემთვის როგორც პროფესიით მხატვარისთვის, ბათუმში წარმოდგენილი მემორიალური დაფები, რომელიც ერთგვარი გაქცელებაა სარეკლამო აბრებისა, შეგრებულად თავს ავარიდებ ლოკაციას და მის სამართს ამ შემთხვევაში კონკრეტიკა არ არის ალბათ ტაქტი ჩემი მხრიდან, თუმცა მაშინ, როდესაც სხვადასხვა სავაჭრო ობიექტების ქოლგის ქვეშ არის დაფარული რეალურად ღვაწლმოსილი ადამიანების სახელი და გვარი, ეს ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის მინიმუმ უხერხულია და მაქსიმუმ არ არის მოსაწონი. ამ ნაწილში როგორია, მე არ გულისხმობ საკრებულოს მიდგომას პერსონალურად თქვენი ქალბატონი ნატალია ძიძიგურის დამოკიდებულება. როგორც მოგეხსენებათ, შესაბამისი კრიტერიუმები აქაც მოქმედებს მემორიალურ დაფებთან მიმართებაში და ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამორჩეული ღვაწლმოსილი ადამიანების პატივის მიგება და მათი ხსოვნის საპატივცემლოდ ამ დაფების განლაგება. მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ არის ისეთი პირველ სართულებზე განლაგებულია სავაჭრო ობიექტები და ეს მემორიალური დაფები უკვე რომელიც იყო მინიჭებული ამა თუ იმ პიროვნებას უკვე განლაგებულია და კონკრეტული ადგილი აქვს მიჩენილი ამ დაფას. ამიტომ ზოგჯერ ხდება ესეთ ვიზუალურად არა სასიამოვნო გადაკვეთა, მაგრამ ის ადამიანი იქ ცხოვრობდა და ჩვენ იმას ვერ შევცვლით უკვე, მაგრამ ჩემი მხრიდან პირადად არის ძალიან საყურადღებო ეს საკითხი და ჩემი კომისიის ამ პერიოდის მანძილზე ძალიან დიდი ესთეტურ ნაწილზეა ბუნებრივია მეტი აქცენტები და პრინციპში თქვენთან საუბრის დროს სამოტივტივდა აზრი, რომ ეს კითხვა ალბათ ქალაქის არქიტექტურას ეკუთვნის მეტად ვიდრე ამ შემთხვევაში თქვენ არ უნდა მცემდეთ პასუხს მემორიალური დაფის გვერდით განთავსებულ სარეკლამო დაფებზე, რომელიც მასშტაბით და შინაარსით და ფერით ასევე ბევრად აღემატება იმას, რაც გაკეთდა უკტავსაყოფად ადამიანების, რომლისთვისაც შეიქმნა. მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ხელშეწყობა. ეს არის ქალაქი, რომელიც დგას ახალგაზრდებზე და მათი მომავალი ჩვენთვის არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი. როგორია თქვენი როლი საკრებულოს აი ამ კონკრეტული კომისიის როლი და რა სახის ხელშეწყობებია მიმდინარე წელს? გეთანხმებით, ახალგაზრდები ჩვენი მომავალი თაობაა და მათზე დგას ყველაფერი დღეს. ახალგაზრდული თვალსაზრისით და ამ მიმართულებით თვალსაზრისით ჩვენი განათლების, კულტურის, სპორტის კომისია და შესაბამისი დარგობრივი კომისია მერის ერთობლივად ძალიან მრავალფეროვან ღონისძიებებს ახორციელებდა და შესაბამისი მხარდაჭერა ჩვენგან ყოველთვის ბრძაობაა დაუჭიროთ საკანონმდებლო მხარე მივცეთ, გავაძლიეროთ ეს პროცესები. დღესდღეობით, რაც მოცემული გვაქვს ამ მიმართულებით, მხოლოდ განათლების მიმართულებით 54 მილიონზე მეტი იხარჯება ბათუმის ბიუჯეტში. ძალიან საინტერესოა. ეს მოიცავს როგორც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მოვლა პატრონობას, უზრუნველყოფას, ასევე ახალგაზრდა წარმატებული სტუდენტების მხარდაჭერას. ეს იქნება ლუკას ათიანის სტიპენდიის სახით, ეს იქნება ტკბელა ბუსერიძის სტიპენდიის მხარდაჭერა და ეს არის უნარების, პროფესიული უნარების გაძლიერება სტაჟირების კუთხით და ამასაც ჩვენ სტიპენდიის სახით ვაფინანსებთ ამ სტაჟირების პროგრამას. ვინ შეიძლება მოგვართოთ ქალბატონი ნატალია? ვინ არიან, რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ ის ახალგაზრდები, რომელიც შეიძლება აღმოჩნდნენ აი ამ საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი ბიძგის წრეში გაერთიანებული. ძალიან მოთხოვნადია, მინდა გითხრათ და ჩვენი პროგრამა მოიცავს
70 სტუდენტს აი ამ ეტაპისთვის ეს სემესტრულად ყველა სემესტრში კრიტერიუმი რა არის წარჩინებული 58 ფულაზე მეტი წარჩინებული მაღალი მოსწრების და პრიორიტეტული მიმართულები, რა თქმა უნდა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც მოთხოვნადია, რომელიც ნაკლებობა და დეფიციტია ქალაქში და ზოგადად სამომავლოდ პროფესიული თვალსაზრისით. გეთანხმებით. დღეს ახალგაზრდებში საკმაოდ აქტიურად წამოვიდა სპორტის მიმართ ინტერესი. როგორია თქვენი მიდგომები, განწყობა და რა სახის ხელშეწყობა აქვს დღეს ახალგაზრდას ქალაქში, რომელსაც აქვს სურვილი განავითაროს თავის პოტენციალი ამ ნაწილში? დიახ, ეს მიმართულება ალბათ ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ აერთიანებს რამოდენიმე ასპექტს. ეს არის ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და ეს არის ხელმისაწვდომობა სპორტის მიმართ. ჩვენ ამ მიმართულებით და უშუალოდ სპორტის პოპულარიზაცია მუნიციპალიტეტის უშუალო უფლებამოსილებას განეკუთვნება და ჩვენ ამაზე ორმაგად ყურადღებას ვაქცევთ. ამ მიმართულებით ბათუმის სპორტული ცენტრი ძალიან აქტიურად ფუნქციონირებს და არაერთი აქტივობები და სექციები გააჩნია და იმდენად მრავალფეროვანია და იმდენად წარმატებულია ეს სპორტული ცენტრი, ძალიან მაღალი მიღწევები აქვთ. ამის გარდა ჩვენ მასობრივი სპორტის მიმართულებით არაერთი ოლიმპიადები, შეჯიბრებები, ქვიშის სახეობების განვითარება, ნიჩბოსნობის მიმართულება, ოლიმპიადები, ველომარათონები და ასე შემდეგ. ანუ მაქსიმალურად ვთილობთ მეტი მოსახლეობა ჩართოთ ახალგაზრდები და სხვა ასაკის მაცხოვრებლები ჩვენი ქალაქის ამ მიმართულებაში და რა თქმა უნდა ხელი შეუწყოთ იმით რომ ჩვენ მაქსიმალურად ვიქნებით მორგებული იმ მოთხოვნებებზე რომელიც გამოდის მოსახლეობიდან. კულტურის მიმართულებით თუ ჩვენი მუნიციპალიტეტის ბათუმის მაგალითს ავიღებთ ძალიან ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ხარდაჭერილი იყოს როგორც ახალგაზრდული მიმართულებები ასევე რა თქმა უნდა ის მიმართულები, რომელიც პოპულარულია, რომელიც მოთხოვნადი, რომელიც ინოვაციურია. ჩვენი მხარდაჭერით ხორციელდება არაერთი ფესტივალი, როგორც ადგილობრივი მასშტაბის, ასევე საერთაშორისო, რომელიც ზრდის ინიციატივებით თუ არ მეშლება საკმაოდ პოპულარული მიმართულებაა. რომელიც ზრდის ჩვენი ქალაქის და ქვეყნის პოპულარიზაციას ტურისტული თვალსაზრისით. მიმზიდველობით, როგორც თქვენ ბრძანეთ, ახალგაზრდული ინიციატივები ძალიან პოპულარულია, მინდა გითხრათ. ახალგაზრდული ინიციატივის პროგრამა, რომელიც გაწერილია ბიუჯეტში და ეს ყველაფერი ღიაა და ჩვენი ბიუჯეტი გამოირჩევა ეს ღიაობით, გათვლილია იმ ინოვაციურ და ახალ ხედვებზე, მიდგომებზე, იმ მიმართულებაზე, რომელიც წამოწევს კიდევ ერთხელ ხელოვნების და კულტურის სფეროს, გააღმავებს და რაღაცა კოლაბორაციას მიცემს თუ რაღაც ინოვაციებს წამოწევს წინა პლანზე და რა თქმა უნდა ასაგი შეზღუდული აქ არ არის და ძალიან მოთხოვნადია მინდა გითხრათ და ეს პროგრამა მოიცავს 10,000 ლარიან მხარდაჭერას. ნატალია. ისიც კომისიურად მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვიცით რომ იგივე მუნიციპალური შენობაც რამდენი წლის განმავლობაში იყო ხელმიუწვდომელი თუნდაც იგივე ეტლით მოსარგებლე ინდივიდებისთვის. რას თავაზობთ, არის თუ არა გათვალისწინებული ამ კულტურულ საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ნახარჯებში აი ამ ადამიანების ჩართულობა, ფუნქცია და როლი? მადლობა ამ კითხვისთვის. დიახ, ჩვენი მუნიციპალიტეტი თავისი კომპეტენციის და შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად ცდილობს, რომ ეს მიმართულება განახორციელოს. დღესდღეობით ჩვენი სპორტის ცენტრის ბაზაზე, ყინულის სასახლეში არის მოწყობილი დარბაზი, გამოყოფილი დარბაზი, სადაც ჩვენ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის გვაქვს სივრცე, 50 ბავშვზე მეტია გაერთიანებული ამ სპორტულ სივრცეში. ორი პედაგოგი ამეცადინებს ამ კვირაში ორჯერ, ერთი სპეციალური უნარების მქონე სპეცმასწავლებელი და ერთი მწვრთნელია. და ძალიან პოპულარულია, იზრდება მოთხოვნა აქტიურობის თვალსაზრისით და ჩვენ შესაბამისად შევცდებით, მხარი დაუჭიროთ ამ პროცესის უფრო განვითარებას და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მიმართულება ეს არის ამპუტანტ ფეხბურთელთა მხარდაჭერის პროგრამა. იმდენად აქტიურია და იმდენად წარმატებულები არიან და საქართველოს პრიზორებიც გახლავთ ეს სპორტსმენები, რომ ძალიან ვამაყობთ და წარმატებას უსურვებთ ყველა მიმართულებით. საინტერესოა საუბარი პროექტებზე, იმ მიმართულებებზე, რომელიც წელს უკვე ვალიდურია, რომელიც გადის ეტაპს განხორციელების, ან უკვე დაწყებული, ან პროცესშია, ან ველოდებით.
განსაკუთრებით აქცენტები ალბათ მნიშვნელოვანია კულტურასა და საგანმანათლებლო მიმართულებაზე. რა ხდება ამ ნაწილში უფრო მეტი გვიანბეთ? განათლების და კულტურის მიმართულებით, როგორც მოგახსენეთ, არაერთი ფესტივალი დღესდღეობითაც მიმდინარეობს ის ფესტივალი, რომელიც ჩვენ პარალელ რეჟიმში კომისიურად უჭერთ ხარს და მიმდინარეობს ძალიან საინტერესო ჯაზ ფესტივალი იქნება თუ კლასიკური მხარდაჭერა მუსიკის თუ თანამედროვე აღმოცენება რეგიონში ერთგვარად ამსუბუქებს თქვენს ჩართულობას ამ ნაწილში. რა თქმა უნდა, ამსუბუქებს უფრო აღმავებს და უფრო მრავალფეროვანს ხდის და ეს ჩვენი ფუფუნებაა, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო და განათლების თავისი მიმართულებით უფრო გაღმავებული მიმართულებებით, მაგრამ არ დუბლირდება ჩვენი ისინი. უბრალოდ ერთმანეთს ვავსებთ და ეს ძალიან საამაყოა და უფრო რა თქმა უნდა მეტის შესაძლებლობა გვაქვს ამ თვალსაზრისით. რამდენად იკითხება თქვენი პირადი გემოვნება და მიდგომები ამ პროექტების მიმართულებაში? რამდენად არის გათვალისწინებული თქვენი რეკომენდაციები და თქვენი პრიორიტეტები თუნდაც, იმიტომ რომ ერთია ზოგადი და საჯარო, მეორეა პერსონალური და მე ვთვლი რომ პერსონალური არანაკლებ მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც კულტურაზე, გემოვნებაზე და განათლებაზე ვსაუბრობთ. რამდენად ისმის თქვენი ინტერესები და რამდენად იკითხება პროცესში? დიახ, როგორც თქვენ ძანეთ, რამოდენიმე თვეა კომისიის თავმჯდომარე ვარ, მაგრამ ბოლო წლების მანძილზე პრაქტიკულად ყველა კომისიის წევრი ვარ, რომელიც ბათუმის მერიის მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით არის შექმნილი და მინდა გითხრათ, რომ იმდენად ნაყოფიერია ჩვენი თანამშრომლობა, იმდენად ჩემი რეკომენდაციები, რაღაც მიდგომები ყოველთვის ურთიერთ აი ესე ანგარიშს გაწევით არის გათვალისწინებული, რომ მე მიამაყება, რომ ამ კომისიის წევრი ვარ უკვე წლების მანძილზე და ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი დიდი პროექტები გაგვახორციელებია ერთად და მე არ მახსოვს, რომ რომელიმე კომისია გამომიტოვებიოს და ამიტომ ესე ტანდემში მუშაობ. დიახ, გავბედავდა ვიქნებით ამავე, აქვე ვიტყვი, რომ ეს არის კომისია, რომელსაც ნამდვილად უმართლებს და ყოველთვის სათავეში ყავდა ის ადამიანები და ყავს, რომელიც რეალურად საინტერესო საქმეს ემსახურებოდნენ. საბავშვო ბაღები არა პირდაპირ, მაგრამ ირიბად მოქცეულია თქვენი ფრთის ქვეშ. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ამ ქალაქის, ამ ქვეყნის ვთვლი, რომ საჭიროებს ეს კონკრეტული სისტემურ განახლებას, ერთგვარ გაცოცხლება არ მინდა გამოვიყენო ტერმინი, უბრალოდ რაღაც ახალს, უფრო თანამედროვეს, უფრო დროსთან მორგებულს და ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ამავე სტუდიაში განათლების და შემეცნების დეფიციტზე, ყველა სტუმარი ერთხმად აღნიშნავს, რომ სკოლამდელი აღზრდიდან იწყება პრობლემა და სწორედ ეს არის ის რგოლი, საიდანაც უნდა დავიწყოთ აქტიური მუშაობა. თუ გადავხედავთ კონტინგენტს, არავის ბუნებრივი არ ვაყენებთ შეურაცხყოფას, უდიდესი პატივისცემა ყველა პედაგოგის მიმართ, თუმცა ვაღიაროთ, რომ სისტემას ამ ნაწილში სჭირდება გადახედვა. როგორია თქვენი არგუმენტები და შეფასება? როგორც თქვენ ძანეთ, ადგილობრივი თვითმმართველობის უშუალო კომპეტენციის ფარგლებში მიეკუთვნება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მოვაპატრონობა, აღჭურვა, პედაგოგების მომზადება, გადამზადება. უშუალოდ მართვას აიბი ბათუმის ბაღები განახორციელებს. გაერთიანება. მაგრამ გაერთიანება, დიახ. მაგრამ ამ ნაწილში ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ თანამედროვეობას აუგოთ ფეხი, გადავამზადოთ პედაგოგები და მაქსიმალურად ხარისხიანი საჯარო სერვისი მივაწოდოთ მოსახლეობას იმისათვის, რომ ამასაკის ბავშვები მიიღონ ის მომსახურება და ის სერვისი და განავითარონ უნარები, განავითარონ განათლების მიმართულებით და უფრო მომზადებულები გადავიდნენ მეორე საფეხურზე განათლების. რა თქმა უნდა, გამოწვევები არის. მინდა გითხრათ, რომ ბაღების ნაწილში ჩვენ ნაკლებობათაც განვიცდით წლების წინ. საკადროს გულისხმობთ. არა, ბაღების რაოდენობის, საბავშვო ბაღების რაოდენობის მხრივ. დღესდღეობით 36 ბაღი ფუნქციონირებს და დღესდღეობით კიდევ ბიუჯეტში რამოდენიმე ბაღის მშენებლობაა გათვალისწინებული და მიმდინარეობს და მაქსიმალურად ჩვენ მიზანია, რომ ხარისხიანი მაღალი სერვისი მივაწოდოთ და იმ მომლოდვილთა რაოდენობა შევამციროთ, რომელიც ელოდება საჯარო ბაღებში ბავშვების მიყვანას და გაწევრიანებას. რა თქმა უნდა, გამოწვევები ბევრია და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ და
იყოთ მაღალი დონის მომსახურების ჩვენ და სამწუხაროდ საშუალო და უმაღლეს საგანმანათლებლო სექტორს რეალურად ძალიან ნელია დინამიკა და ტემპი სკოლამდელ დაწესებულებებში იმ პროგრესისა, რომელიც რეალურად უნდა იყოს გამომდინარე თუ გავითვალისწინებთ დროს და ეპოქას და რესურსს, რაც მთავარია. ძალიან რთულად შეღწევადი აღმოჩნდა აი ამ კონტინგენტში ტექნოლოგიების ძალიან რთულად მიზეზებზე სხვა დროს და სხვა ფორმატში უნდა ვისაუბროთ ბუნებრივია. სამკითხველო სივრცეების დეფიციტზე საუბრობენ ქალაქში. ბიბლიოთეკა ალბათ არის საგანძური რეალური, სადაც თავს იყრის კაცობრიობის ერის გამოცდილება. და მაშინ, როდესაც ახალგაზრდას აქვს შენიშვნები, ალბათ უნდა იყოს მოსმენელი და გათვალისწინებული, თქვენ როგორ შეაფასებთ აი ამ პრეტენზიას თუ შენიშვნას? იცით რა არის? საკითხველო სივრცეების რამოდენიმე ადგილია ეხა გამოყოფილი, რომელიც ჩვენ განკარგულებაში არის. ეს არის როგორც თქვენ ბრძანეთ ბიბლიოთეკა ცენტრალური ჩვენი. ეს არის სივრცე საბავშვო ბიბლიოთეკაში. სივრცე და ეხლა ძალიან საინტერესო მიმართულება ახალგაზრდული ცენტრში არის შექმნილი ბავშვთა სკოლა, სადაც ბავშვები მიიღებენ იმ განათლებას და იმ უნარების ათვისებას, რომელიც იქნება მათთვის საინტერესო როგორც ხატვის მიმართულების, კითხვის მიმართულების, ხელოვნების განვითარების და ჩვენ იმედი გვაქვს რომ აი ეს მიმართულება აი ამ ფორმატში, ახალგაზრდული ცენტრის ფორმატში უფრო პოპულარული იქნება და უფრო მხარდაჭერილი და ჩვენ უფრო მრავალფეროვან მომსახურებას მივაწვდით. თავარი პრიორიტეტი ეს არის განათლება, კულტურა, სპორტის განვითარება. მოგეხსენებათ, რომ სპორტის პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია და ეს იქნება, რა თქმა უნდა, პრიორიტეტი. განათლების მიმართულებით, როგორც თქვით, ეს იქნება, რა თქმა უნდა, ახალგაზრდების წარმატებული სტუდენტების მხარდაჭერა, საბავშვო ბაღების გაძლიერება, მშენებლობის და აი ამ შენობების, რომელიც ახალგაზრდებისთვის ამ მნიშვნელობა დამატება. ასევე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების მრავალფეროვნება და ყველაფერი ის, რომელიც პრიორიტეტების დოკუმენტში ჩვენი მხრიდან იქნება ასახული და რა თქმა უნდა ახალგაზრდების და არა მარტო მხარდაჭერა, როგორც სპორტული მიმართულებით, ასე სახელოვნებო და კულტურული მიმართულებით. ძალიან ხშირად ვსაუბრობთ მსგავსი თემების ირგვლივ და ხშირად იკვეთება სოციალური მიმართულების დეფიციტი ჩვენ საზოგადოებაში. მიუხედავად უამრავი უწყების, უამრავი ინსტიტუტის მცდელობისა, თითქოს და ხელოვნების განსაკუთრებით შემოქმედების, განსაკუთრებით განათლების სექტორში ვერ ვახდენთ ეს რადიკალურ ტვირთვას ერთგვარს და განსაკუთრებულ შედეგს. ბუნებრივია მეტნაკლებად ვეთანხმები ამ შეფასებას, თუმცა სამართლიანობა გვავალდებულებს, რომ სადღაც სიმართლის მარცვალიც აღმოვაჩინოთ. როგორ ფიქრობთ, უკანასკნელი წლების განმავლობაში კულტურულმა შემეცნებითმა ცხოვრებამ ჩვენს ქალაქში ჰპოვა თუ არა განვითარება? რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ესეთი დიდი ნახტომით, მაგრამ ეტაპობრივად ბოლო წლებში ნამდვილად მრავალფეროვნებულია ეს მიმართულება და მაქსიმალურად, აი როგორც ვისაუბრეთ, როგორც ჩვენი ბათუმის მუნიციპალიტეტი, ასე აჭარის განათლების და კულტურის და სპორტის ეხლა უკვე გაყოფილი, მაგრამ ერთიანობაში ძალიან მხარდაჭერილია ეს მიმართულება და ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტი შედეგები გვექნება, იმიტომ ჩვენი ქალაქის და ქვეყნის პოპულარიზაცია და მრავალფეროვნება, ფესტივალების, შემოქმედების ჯგუფების, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მხარდაჭერა და ჩართულობა ამ პროცესში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, კიდევ უფრო ძალიან დიდ წარმატებებს მივაღწევთ. გეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საუბრის დასასრულს ვისაუბროთ ნაწილზე, რომელიც დავჩაგრეთ ფაქტობრივად საუბრის მსვლელობისას, ეს გახლავთ ტურიზმი. კარს მოგვადგა ცხელი სეზონი, ბუნებრივია, აქტიურ ფაზაში შევა ძალიან მალე ჩვენი ქალაქი. როგორია თქვენი წვლილი ამ ნაწილში და რომელიმე განსაკუთრებული პროექტი ხომ არ გახსენდებათ, რომელიც სწორედ ტურისტულ სეზონს მოარგეთ, ან იყო ერთგვარი უწყებათა შორის გადათამაშება, რომელმაც უნდა მოგწვეს ძალიან საინტერესო ღონისძიებების ციკლი. დიახ. ტურიზმის მიმართულებით ჩვენი წვლილი არ არის იმდენად მასშტაბური, იმიტომ რომ ტურიზმის დეპარტამენტია აჭარაში და საკმაოდ ეფექტური უწყება ყოველთვის აღნიშნავ ხაზგასმით. დიახ, საკმაოდ ეფექტური. ამის გარდა ჩვენ სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტურიზმის ფაკულტეტი გვაქვს, რომელიც ძალიან წარმატებულად და ძალიან სიღრმისეულად უდგება ამ საკითხს და ძალიან ბევრი სტუდენტი
შემდგომში ამ ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ძალიან დიდ წარმატებას აღწევს ამ მიმართულებით და ტოპ მენეჯერების სივრცეში ძალიან ბევრი სტუდენტი ჩვენი უნივერსიტეტის აღწევს წარმატებას. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთობლივად მხარს დავუჭერთ ყველა იმ ინიციატივას, რომელიც იქნება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოდან და რა თქმა უნდა, ქვეყნის მთლიანობაში სტაბილური მდგრადი განვითარება, ის მიდგომები, რომელიც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას, რა თქმა უნდა, ჩვენზე როგორც ერთ-ერთ უმთავრეს ინდიკატორები და რა თქმა უნდა, ჩვენზე როგორც იმ ქალაქზე, რომელიც დიდწილად ტურიზმზეა დამოკიდებული, პირდაპირ პროპორციულად აისახება და ესე ძალიან ძალიან რეგიონზე და რეგიონზე რა თქმა უნდა მასშტაბურია ტურიზმის როლი ჩვენს ირგვლივ. სხვათა შორის არ მგონია რომ ჩემი გადაჭრბებული შეფასება იყოს თავისუფალი ინიციატივების მიმართულებით არსებული პროექტების პრიორიტეტი მაინც მეჩვენება რომ სწორედ ტურიზმზე დაშენებული და ცხელ სეზონზე აქტიური პროექტების ნუსხას უკავშირდება. დიახ, არა მარტო ეს უშუალო პროგრამა, ყველა ის ღონისძიება, რომელიცაც ვახორციელებთ, არის ორიენტირებული ქალაქის ქვეყნის წინწამოწევაზე, პოპულარიზაციაზე და ტურისტული მიმზიდველობის გაზრდაზე. აი ეს მიმართულებები ყველა აი ამ კუთხით არის პრიორიტეტული და ჩვენ ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ჩემთვის როგორც ერთი რიგითი კომისიის წევრისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქალაქისთვის ჩვენ დებულებაშიც ეს გაწერილი გვაქვს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმ ღონისძიებამ 8 წლით შეიტანოს ეგგვარი განვითარებაში და პოპულარიზაციაში ტურისტული თვალსაზრისით და დაუტოვოს რაღაცა ესეთი ჩაუყაროს საბუძველი. უკვე აღმოცენდეს უფრო დიდი ღონისძიება, უფრო მასშტაბური და ძალიან უფრო ფართე საზოგადოებაში და ფართო სივრცეში გავიდეთ. ბათუმი იძლევა სწორედ ამ ასოციაციებს, რომ ფესტივალების, კონკურსების და სხვა მასშტაბური პროექტების ქალაქია იდეაშივე და მისი ვიზუალით სწავებში დაბეჭდილებას, რომელიც განსაკუთრებული და უნიკალურია, ალბათ სწორედ აი ამ ავთენტურ ნაწილს ჭირდება განსაკუთრებული ზრუნვა და მოვლა. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, მადლობა გულწრფელი საუბრისთვის, საინტერესო ემოციისთვის, რომელიც სტუდიამდე მოგვიტანეთ. მაყურებელს აქვე შევახსენებ დღეს გადაცემის კითხვის პასუხობდა ქალბატონი ნატალია ძიძიგური. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.